თავლაში ვიმყოფებით ახლა. ჩემი G-კლასი მოვიყვანე შესაღებად. უკანა მოლდინგი მაქვს შესაღები და უკანა შიტოკი. შემიფასეს ონლაინ, ვინახე ვიდეო და ჩემი აზრით ადეკვატური ფასები, მაგრამ სანამ ამას ვისაუბროთ, ახლა იცით რომ ჩემახანა ძალიან უფრთხილდები და სახლში ჩემი კორპუსის შლაგბაუმი არის ჩემზე გადაკიდებული. აი ბაიე პატარა რომ გამოვიდა ერთხელ პარლამენტის კანონი მიაღებდა დაკიდებაზე, ხო იცით? თუ ვიღაცა დამაკვირდებაო, მე ვისო აკიდება და დაიჭირეთო. აი მაგაზე უარესად არის ჩემი შლაგბაუმი ჩემზე აკიდებული. ერთი 4ჯერ დაეჯახა ერთ წერტილში. უაზროდ აყენია ძალიან სენსორი და რო ჩაული მოკლედ მოგზდებს რა და მეც ვერ დავიმახსოვრე ახალი გადასული ვიყავი და დამილეცა, დამიჩეჩქვა მანქანა რასაც თქვია. კიდე უკანა საბარგულის სათადარიგო საბურავზე ხუფი მეყენა ძალიან მაგარი კარბონის და საერთოდ მოტყდა მე შლაგბაუმის მექანიზმი და მთელი ღამე რაგადან ურტყა მოკლედ გვერდებში ამ ჩემ ხუფს და საერთოდ ახალი შევუკვეთე. ხო და გადაუხვიხარ თებას ისე თქვა მინდოდა. ხედავთ აქ შლაგბაუმის სტაფილოსფერ კვალს. ამის შეღებაში მოხსნა მიყენებიანა მე მთხოვეს 250 ლარი და კიდევ უკანა შიტოქში საერთოდ 500 ლარი მითხეს თავის მოხსნა მიყენებიანი და სამღებრო სამუშაოებიანი. 750 ლარი თან დეღეგეს ჩათვლით. მე ვფიქრობ რომ ცუდი ფასი ნამდვილად არ არის. ხო და ვნახოთ ახლა რას გააკეთებენ. სხვა ვიდეოებში გაჩვენეთ როგორ გააკეთეს.